დაგიბრუნდით ჩემო ძვირფასებო და ტრადიციულად შეგახსენებთ რომ ესე იგი შაბათ კვირას აუცილებლად უნდა უყუროთ კომედია არხზე საღამოს 8 საათზე სერიალს მიხოდამარო და როგორც ჩემი და ჩვენი ნიკოლოზი იტყო და ძალიან სასაცილო და საინტერესო სერიები გელოდება წინ. აქვე დავსძენ რომ 9 მაისს თქვენი თხოვნით ასევე პატაკულიაშვილის კომედიის თეატრში დაინიშნა წარმოდგენა ლუარსაბი და დარეჯანი ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანის მიხედვით და იცით რომ 45 ადამიანი ეტივა ასე და იცით სად და როგორ უნდა შეიძინოთ დიდებული მოკლედ გელოდებით მოკლედ ჩემმა პატამმა მომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს ტელერადიო აუდიო ვიდეო მაყურებელს და ისღა დაგვრჩენია რომ გადავიდეთ ჩვენი სტუმრებზე არაჩვეულებრივ სტუმრ წარმოადგინოთ ძალიან კარგი ადამიანები და რა ვიცი ბევრს არ გავაგრძელებ უბრალოდ გეტყვით რომ ჩვენთვის ქართველებისთვის და არა მარტო ქართველებისთვის მე თამამად შემიძლია თქვა რომ მთელი მსოფლიოსთვის საყვარელი ანსამბლის ერისიონის დირექტორი ბატონი ვანო ჩხაიძე და მსახიობ მომღერლები გიორგი ბეზარიშვილი, თემურ სინჯიკაშვილი და ალექსანდრე ახალაია გახლავთ ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა ბიჭებო რომ მოგზავნით უღრმესი მადლობა ესე იგი ნიკა კი გააგრძელებს მაგრამ ძალიან დიდი დრო გავიდა რაც სურვილი გაგვიშთა თქვენი სტუმრობის მაგრამ მიზეზები ვიცით რაც მიზეზები ვიცით მოკლედ ჩემო ძვირფო სანამ გადავალ ჩემო პატა თქვენ ძირითად საუბარზე საქმიანობაზე და ზოგადად იმ ხიარულ ისტორიებზე რომელიც თან ახლავს 1000 გამგზავრებას კონცერტებს ამბავს აკეთეთ მანამდე ის გამოთაც ვერ მოვიდნენ ხო და მანამდე მინდა მადლობა უთხრა ბიჭებს რა და ერისიონს მინდა უთხრა მთლიანად მადლობა იმიტომ რომ ეხლა მოგეხსენებათ ეს ევროპის ჩემპიონატი რო ტარდებოდა ამათი სიმღერით თუ ხორუმით ცეკვით გაიხსნა რა ქვია და შესაბამისად მინდა ვთქვა რომ ხმა კი არა და ცეკვა ფეხიც ქონიათ გადასარევით თქვენ გენაცვალეთ ჩემი სიკეთის დარიღოს ორივე ფეხი მარჯვენა გავხედა ოქროდი ჩვენა იყო წარმატებული ყოფილიყოს ყოველთვის თქვენი გამოჩენა ჩვენი ერისთვის და ქვეყნისთვის ძიუდოს ფედერაციას ყველაფრისთვის დიდი მადლობა ესეთი მაგრები არ არიან მაგრამ ჩემი და ნიკოლოზის რჩევა იქნება ნებისმიერ ქვეყანაში წაიყვანეთ ნებისმიერ შეჯიბრზე ტურნირზე და გარანტირებულია მინიმუმ 4 ოქროს медали და აბა თქვენი ბიჭებს და კი აუცილებლად გოგონებს და ყველას სამაყვები და ერთი აპლოდისმენტები ესე იგი მარტო ესენი კი არ დაფრინავენ რის გამოც ჩვენთან ასე ნაკლებად არიან ხოლმე სტუმრად სანამ ჩაკროლო გავიდოდა ესე იგი 1077 წელს კოსმოსში ის ერისიონის წევრები ნამღერი ხო იყო კაცი ბატონი ილია ზაქაიძის და როსტომ საგინაშვილის ესე იგი თანაწერი ძალიან სერიოზული ადამიანები ყავს აქ კიდე და ჩვენც რაღაცა აშკარად გველოდება ეხლა ჩვენთანაც რომ შემოვიდე ისეთი кай ფეხი და ხმა აქვს რომ რა ვიცი რა და დალევითაც კიდე სვა არა უშავრ არა ისე ჩემო ვარ ბატონო რო შემოდიოდ ეს მუსიკა რო დაუკრეს ბიჭე მაგრამ მეგონა თუ ზევით ვიხედებოდი მე შემოფრინები არა კოსმოსამდე მე თვითონაც დააპირეს წასვლა მაგრამ სხვათა შორის ეკლიპი რო გავიდა მე ბოინგის ბიჭებს ვაზახდი ამგეს ოი დაფრინავდე დაპარლად ქუთაისელი ხარ ხო კი ბატონო ქუთაისელი ხარ შენ წარმოშობით გურული კი პატიცემო ხო და როგორ მივმართო რომ ძამია თუ ძამა მაინდა-მაინც შეჩემოს და დას მედამიზახება ანჩედი როგორც კიდე მაგას ეხლა ხედავ ჩაგირავენ კახელებს კაცი ჩვენ ჯენტლმენები ვართ ეხლა ეგრე როგორ დაგიძახე ლადესი არ გაგიჩნო კარგად შემარცხინე ხა მე შენ
აბა რა ვქნათ არა დავიწყოთ დავიწყოთ რა ვიცი ახლა გასტროლები აგერ რომელი ერთი ქვეყანა ჩამო რანაირად დადიხარ ზოგადად გასტროლებზე ხო იცი ადრე რო იყო რუკას გაშლით და სადაც დავაღე ვინც რო თქვა იქ გელიან დიდი სამი მასე არ არის ან სამწუხაროდ მაგრამ ისე ხა ვიყავით ესპანეთი მოვიარე ესპანეთი როგორც მიწერე უზბეკეთში ეხლა ვემზადებით ჩინეთში მიდიხართ როდი შემოდიხარ მანამდე თქვენ სპექტაკლზე მოვდივარ კიდე და შეგენაცოთ ეს მოახერხე და ვიყიდე ბილეთები შეგენაცოთ არ გაჩუქებ არ გაჩუქებ მოკლედ ხო ესე იგი რაც ჩამოვთვალეთ ახლა ესპანეთში ხავთ უზბეკეთში მერე ჩინეთში ვიბრძანდებით ბატონო საქართველოში რო დისაპირებთ გასტროლებს აი ძალიან აი ვემზადებით მაგისთვისაც გვინდა რომ ჩვენი მაყურებელიც გავახაროთ და ჩვენი სურვილიც ეგ არის რა და ჩვენი ყველაზე დიდი ბედნიერება რო ხო არის გეგმება რამე უახო ეს მომავალ გვინდა სამწუხაროდ ამ საკონცერტო დარბაზის რემონტზე გასვლამ ცოტა შეგვიშალა ხელი და გადართული ხართ იქით ვცდილობთ რომ რაღაც მოვიფიქროთ რომ ჩვენი მაყურებელიც გავახაროთ სხვათაშორის ერთი რამე მინდა ვთქვა რომ ჩვენც გვეძახიან ხოლმე საზღვარგარეთ რა არის რაღაც კონცერტები წამყვანებად მივდივართ იცით ახლა მოგეხსენებათ მაგრამ მე ვერ დავფრინავ ძალიან შიში მაქვს რა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით და ფეხით ძალიან შორია ხო და რაღაცა ისტორია ვიცი რომ დააკავეთ კი ერთი ამოდენიმე წლის უკან წარმატებული გასტროლების მერე ბრუნდებით უკან და მოვფრინავთ აჰა და ბელორუსიიდან მოვფრინავდით ბელორუსიიდან თუ შვეიცარიიდან აღარ მახსოვს ზუსტად რომელიღაც ის კაი შედარებაა მაგრამ ხო და ხო და მოვფრინავთ ჩემო პატა და პირველ ადგილზე მომიწია დაჯდომა რა ბილეთი ესე დაფარობა ხო აი ისი რა ქვია ეკონომ კლასის მაინც ხელადგილად ითვლება ხედავ კარებს რა იმას ნუ ამოვედი თვითმფრინავში თელი ანსამბლი თვითმფრინავის სავსეა და უყურებ კაცო რომ დახურამ სტივარდესამ თუ რაც ქვია ბორდგამცილებელმა ეს მაგრამ იყოს სტივარდესა სტივარდესა იმიტომ რომ კარგად ძალიან მაგრად გამოიყურება სასიამოვნო ჯგერი ხო და რო დაკეტა ეს თვითმფრინავის კარები ღამის რეისი იყო. კაცო, ხედავ შუქი ჩანს რა, გადახურულ კარებში. ხო და. შეგენაცვალე. ხო და 15 დეკემბერი იყო, როგორ ახსოვს 15 დეკემბერი. რა დამოიწყეს? ხო და. გულზახი ამ სტევარდესას, ხო და მეთქი მე მგონი ღია მეთქი კარებით ხო და როგორ გადმომხედა იცი ესე. ვაიშე საცოდა ალბათ ვერ ახარო რა. ო რა, აი შემრცხვა ისეთ აღარღათ ესე რამე და ავიდა თვითმფრინავი, ავიდა აწია და всё, სადღაც აი 400 მეტრზე, 300 მეტრზე სულად არის საქმე. ვეღარ მიდის ზემოთ. შევხედე რომ ესენიც კარგად ნერვიულობენ და ამ გასნულ კარებში ამ ადიელებს ტენიან ესე რა, სადაც ადიელა უშველი და ესენი აზი არ არის თელი თვითმფრინავი მე დავინახე და მორბის ისა და მეხვერწება არ ინერვიულო და რა არ ინერვიულო მეთქი всё დაღუპული ვარ მეთქი თვითმფრინავი ვერ წევს ზევით თავის ტკივილი ნუ დაირღვა შეგნით ეს რაღაც რავი რა ქვია მაგას ნუ უკვე ატყდა ჩოჩქოლი უკან ხალხი ვერ ხვდება ჯერ არ იციან მაგრამ მე ხედავ რომ კარები არ იყო დაკეტილი და ტენიან ამადელებს და უკან ჯერჯერობით საჩნდებათა ფილმია და ნახოთ უკან მართლა ნუ მაგას ნუ გამახსენებ კატასტროფულ მდგომარეობაში ვარ უკან ჩვენი მოცეკვავეზე არ დაიწყე დალივა გეტყვი მან ხო და ბოლო დალივა ხო და აი რო გასწორდა თვითმფრინავი და უკვე ზემოთ აღარ ადის და 2 საათი დაფრინავს რა იმის თავზე რა ქვია ბელარუსის თავზე დაფრინავდა 2 საათი ესე ხო უნდა იფრინოს აი ეს დაფრინავდა რომ წინაღობა მეტი ქონოდა რომ მალე დაეწოს არ ქონდა ალადინივით ხალიჩთარიან ჩამოსულები ხო და უკან ჩვენი ერთ-ერთი მოცეკვავე რა გვარი და სახელი ამიდა და ნუ მართლა ხა კი ვიცით მაგრამ ყველა აი საშინო დღეში და ეს უკან არის ესე და მამა ჩვენ რომ ხაცათაშინაც მინდა იყავს სახელიჟი მოვედი სუპერმარკეტში იყავნება შენი იდაცათაშინა ეგეცა ქვეყანასაზე და მამა ჩვენ რომ ხაცათაშინაც ერთი სამჯერ ასე მივა ქვეყანასაზე და პური იყო სადღაც პური
კაცი ნერგეში უცა ბლოდები ჩაი. საშინელი აი დალევა მე. ადიელას ხო შემოატარეს ის ადიელა შემოატარეს და ვიყურები წინ რომ მართლაც რა იყო ხალხი უკვე სულად არის ზოგი რა ზოგი თავია გადაკიდებული ზოგს რა და ხა კიდევ კაი დუტი ფრიში ისენი ვიყიდეთ მე რაღაცები პატარა ხო და ხო რადგანაც ჩვენს ხო რო ვარდები მატროსობი არა მაგნუს აშველის საქმეც მაგაშია რომ მე იმისა და იმის შუაში რო იყო იმას მოვყვები ანუ დუტი ფრი ახლა როგორ მოგეხსენებათ როგორია რომ გამოფრენის წინ უნდა იქ ყველაფერი დახარჯო და ისე წამოყვინე სასმელები ხო იყო და მაგ დროს დაიწყო ამ სასმელების გახსნა ვისკი არაყი შიშის ფონზე დაიწყო ხალხმა დალევა. არა არ თვრება არავინ, იმიტომ რომ ეშინია. საშინელი. როგორც იქნა რომ დავსხედით, გადმოვიდა, აი ფრონტიდან რომ მოდიო, ხო იცი ერთმანეთი რომ მოყავ დაჭრილები რომ მაშინ მოეკიდა ყველა სასმელი. შენ გაგოდიხელი ხარ, ხო? კი ბატონო. შიგლაგოდიხში. კი ბატონო, ქალაქი ლაგოდეხში დაბადებული გაზრდილი იქ და სტუდენტობის პერიოდში რაც წამოვედი და წამოვედი. ო ესე ესია ეთყობა მად რომ იბადებიან მე მოდია იმიტომ რომ მეც მად დაბადებული ლაგოდეხში ორი გაკელია ჩვენ უნდა გავჩუნდეთ ახლა ჩვენ შემთხვევაში შენ არიცი მაყურებელმა იცის ჩვენ შემთხვევაში ოჯახს გულისხმობდა და ჩემი შემთხვევაში სარემონტო სამუშაოები მიდიოდა და გურჯაანში ხო ამშოვიარებდნენ ეხლა ტელავენ კაცს გაცდნენ და ლაგოდეხში მოგვიწია რა და ასე რომ თლათ ერთი კუთხიდან ვართ ნამდვილად არა მოყევისა რა გეხვიწები და მოგვიყევი შენს კაი რა ახლა ლაგოდეხიდან გახლავართ ნამდვილად აი სტუდენტობის პერიოდში 2002 წელს სკოლა დავამთავრე მოგზაურობას და სტუდენტობას იმას არ ეხება რა ქვია ხო მე წამოვედი იმის მერე წამოვედი აქეთ და აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია ანსამბლში ვარ ამ დიდებულ ანსამბლში კი ბატონო ნამდვილად და მაქვს ძალიან ბევრი ისეთი ისტორიები ანსამბლში მაგრამ ახლა მე მოგიყვებით ოჯახზე რატომ იმიტომ რომ ლაგოდეხს მაინც ვერ ვცილდებით ვერც ჩემი ოჯახი ვერც მე და იქაც ახლა მარანი ვენახი მამა იქით არის მოდის ხოლმე აქ და დედა ჩვენსკენ არის იმიტომ რომ სამი ძმანი ვართ ერთ-ერთ მოვლა გინდათ კი რა თქმა უნდა თავისებურად და ყურადღება და ეხლა პატარა ძმა ყავს უცოლშვილო არის დედა იმასთან ცხოვრობს და ჩვენ ეხლა დიდები ორი უფროსი ძმანი ვართ 13 წლით სხვაობა არის რა დიდი სხვაობა ჩვენ შორის და ნუ ბევრი რო არ გავაგრძელო ძალიან საინტერესო რაღაც აი ნამდვილი არაფერს არ დავამატებ ერთი რაც ხდება ერთი მშვენიერი დღე არის ალბათ თვე ნახევარია გასული რაც დედას და მამას ერთმანეთი არ უნახავთ და თან ეხლა შეყვარებულები არიან ბავშვობიდან რა და რაც მოდიან 19 წლის იყო დედა რო გათხოვდა და ესე რომ ვთქვა, დედა თბილისელი მყავს, მამა კახელი. ეხლა მამა მაინც ცოტა მძიმე ხასიათის კაცია რა. რასწავლი, კარგად დაფიქრდი, ამათ ხმაში არ ჩამაგდე. ხო, მაგრამ ეს ეს არის აი საოცრება რა, ჩემი გადმოსახედიდან რაც ხდება. ნუ ჩამოდის მამა რაღაც თვე ნახევარია გასული და არ უნახია და აბა და ეხლა ეუნება არ მოგენატრე გოგო და რაღაცა და ვინმე ლევან რაღა დროს ჩვენი ეგეთებია კაი და რა დროს ეხლა და შენ ამე ხო არა აი რაღაც აი შარძე რო აი გადადის იქი და კაი ლევან 60-65 წლის ხალხი რაღა დროს ჩვენი ეგ არის და თან ეს რაღაც ბარის ესე რომ ვთქვათ პანელივით სტოიკასავით ესე რა სიტყვას ვიხმარ ეს და თან ტელეფონი, მეუღლის ტელეფონი, ცოლის ტელეფონი, დედას ტელეფონს ხელი გაკრა, მაინც როგორიც გაკრა. ერთი რა ხდებაო და დიანა მოდი ახო ეძახის. დედა ჩემ ხო ლევან რა ხდება? ომარი ვინ არისო? ვაიმე ლევან რა ომარიო ესე ომარი ვინ არის თქვენი დედა? განა აი ომარი ხო? არა, ბრავლობით უკვე გადავიდა რაცა მეზო დიდიან პატარა დედა ბუდრიანად. თან ეხლა რა მომენტია რომ შეიძლება ერთი აი ომარი რაღაც ზარი გასული იყოს რაღაც მაგრამ ომარი სროლავს ერთი 15 ნარეკი და ვაიმე ომარი ვინ არის თქვენი დედა პატარა ძმა გამოვიდა მამა რა გჭირსო რა მოგივიდაო და დედა ჩემო შვილო ის მომენტი იყო რომ პატარა ძმას მაშინ ტელეფონი გაუფუჭდა და ისაო დედაო სანამ იმას ვიზაო სამსახურებრივად აი 1-2 დღე კარტას ჩავდებ შენ ტელეფონშიო და ძმაკაცებს რო ურეკავრო რაღაცეებზე და ომარი შენი ძმაკაცი ხო არ არის ეხლა დედა ჩემა რაღაც განა ის იფიქრა რომ ჩავხედო ერთ ტელეფონში აი
ლუკამაც ეგრევე პატარა ძმა წყალი გადაასხა. არა, რა ომარი კაცო. ომარას ერთ ვიცი რომ ლაკოდახელ კიკოვიჩს რა და ეგ არის თელი ომარაო და აი მე რა იგრევა ოჯახი. ოჯახი რა ომარი და ჩემი ძმას ურეკავენ გზაში მოდიჩკარა მამა შენი შარზია რაღაცა თქვენი დედა ჩქარავსიო ჩაალაგეთ და შემოდის ჩემი ძმა გაწევ გამოწევა რა ხდება. ომარი ჩაახედა ტელეფონს ჩემი ძმა მოვიდა მაჩვენე ერთიო არც ერთ ჩაახედა. შენი ინგლისურის მასწავლებლის დედა და ეგრევე პირდაპირ რა ინგლისურის მასწავლებელისო მამა ჩემო ბიჭო ომარი კი არა ჩემა ქმარი აწერიაო აი ხუსხო პატარა ფეხია და ის ფექსი რა იცოდა იმან ინგლისური და ომარი ქმარი აი პატარა ფეხის გამო ლამის ოჯახი დაიჭრა რა აი ეს გადარჩენილები ვარ და ესე რომ მე მგონი რომ უმრავლესობაში ვართ კახელები იმიტომ რომ აგერ ჩვენი სინჯიკაც კახელია ძმაო. კი. შენი ისტორიები რომელი მინდა იცი დაიწყო? აი ეხლა მე ხომ მაქვს ასე ვთქვათ ისეთი ჩაწერილი შენი აი ძალიან დამაინტერესა ბილეთები გაყიდაო პაპის გასვენებაშიო და აი ეს რა ისტორია? მაინტერესებს ძალიან რა აი ერთი სასწაული. პაპა რო გარდამეცვალა ხა ახალსოფელში ყვარელში და შენ გაყიდეთ მოუგონეს წავალთ ხა მეგობრებს უყურან ხა ისინი ხო ჩამოვიდნენ და ანდერძი ქონდა დატოვებული რომ მოვკვდებიო თვითონაც მომღერალი კაცი იყო და რომ მოვკვდებიო მიმღერეთო რა და ისე გამასვენეთო და აი ნუ ანდერძი ტირილი არ გამაგონო ტირილი აპაპაპა ვინც მიტიროს თან გამამყვესო არ მიტიროთო ხო და აი ვიმღერეთ ერთ სიმღერას კამემზე რო ყავთ ხო იცი უკვე დასვენებული ეზოში და მაგ დროს ხო და ერთი სიმღერა მეორე სიმღერა მესამე სიმღერა ეპიცები ხუთი კონცერტი მე იქ საფლავზე კიდე ჩაკრულო უყურდაო ჩაკრულოც უმღერო და ეს ისეთი ხაშლა მაიცია ნიკა რომ ერთი კონცერტი ღირს ახლა ეს ჩაკრულოც უმღერეთ რაღაცა და ბოლო როგორც იქნა დავამთავრეთ სიმღერები რა და რო წამოვედით მე იქ სიმღერები დავამთავრეთ თუ დავასაფლავეთ რო დავასაფლავეთ ხო სიმღერების დასაფლავდა ერთად დასაფლავდნენ და წამოვედით მე და სოფელში სინჯიკაშვილმა პაპამისო იმდენი სიმღერები უღერა ბილეთების კი გაყიდა შენი გაგის ამბავი და რა არის და იმიდან ქორწილიდან მოვდივართ ერთ ჩემი მეგობრის ქორწილი იყო რა და მე და ჩემი მეგობარი ავტყრით მთიული ბიჭია რა და ამიტყდა და უпростоრად რომ გინდა თუ არა დავიოთ შეყვარებულს უნდა უმღეროო მეო და გავამყევიო რა ღამია ქორწილიდან მოვდივართ მე ვთქვა წამო რა სახში წავიდეთ ცხეთიდან მოვდივართ თვითონ ვერ მღერის ტრანსპორტი არ იყო ცხეთი და ფეხით ჩამოვედით საბურთალობდე და თვითონ ვერ მღერის თვითონაც მღერის ხო და აი ვიმღეროთ და საცხოვროს მეთქი აი ამ კორპუსში ცხოვრობსო და დაავლექით მღერი ვართ ვართ ერთ ამბავში და მღერი ვართ და მე შემთხვევით ვიკითხე რომ მე ვთხარი თუ მანდარი დინო გამოახედეთ მეთქი რა იქ დავიღალე და გამოახედე მე ვთხარი ეს თქო რა და ეგაო მე ზემოდან ეს ხალხი გვისმენს და ეგაო ამ კორპუსში არა ცხოვრობს სხვაგანაც ცხოვრობს აი იქით თქვენ ვიზედაც სხვაგან ვერ მაგრამ გეხვეწებით არ წახვიდეთ იმღერეთ რა უნდა იმღერეთ აკუ არა ცხოვრობს რა მომღერეთ რა უნდა თანხმდებოდი გადმოგდებული მაგრამ მანამდე ცირკები ის არის რომ ეს ყვავილები ხო უნდა ვიყიდოთ და ყვავილებზე ჯერ იმაში ვართ იმაში პოლიონების მოედანზე ავიღეთ ეს ყვავილები და მივედით ახლა და ბოლო მივაგენთ და ვიცი რომ უკვე აქაც ცხოვრობს ავე დღერი ვარ და კაციშვილი ფაჯიდან იმ ფაჯიდან არავინ არ იყურება სადაც ვიცით რომ უკვე ცხოვრობს სხვა ფაჯრებიდან იყურებიან და ავედით ბოლო და ლიფტით ავედით მერე სართული იყო და დაუზარუნეთ და ეს ყვავილები უჭირავს ჩემ მეგობარს და თიულია ახლა ეს ბიჭი და გამოვიდა დედამისი ესო თუ შეიძლება თქვენ შვილსო მიართითო მიაწოდა ეს ყვავილები და ამ ქალმა გამოართვა და შეიტანა და ლიფტი წავიდა და ხო უნდა მოვიდეს ისევ და მივაჭირეთ ისევ ლიფტს ხელი და სანამ ლიფტი ამ ქალმა ეს ყვავილები გამოიტანა მიაყუდა გარეთ ისევ სადარბაზოში მიაყუდა და შევიდა შიგნით და სანამ შევა რა იყო ქალბატონო ყვავილები მოგიტანი ბატკან ხوار მამიყვანია ეუნევა ყვავილები მოგიტანო ბატკან ხوار
ახლა ესე იგი ჩემო პატა ალექსანდრე ბატონსაც უნდა მივცეთ. უნდა მივცეთ კი არა ერთი სული მაქვს. კახელება რო ჩაიგდეთ ის რა ქვია. კახელების არის ასპარეზი დღეს. ასპარეზი და დასავლეთში უნდა გადავინახო. დასავლეთში ნიკა არ დამეჩაგრო, ნიკა ბატონო. ეგენაცვალ დასავლეთში ხანი გადავინაცვლე. კაი რაღაცეები მაქვს მონიშნული და აბა ალექსანდრე გის. ჩვენი მეგობარია რა, მოკლედ სახელს ვიტყვი კახას სასულიერო პირია ეხლა რა, გვარს აღარ დავასახელებ. საწყისი ეტაპი რო ქონდა და რო ესე იგი ტაძარში სადაც ჩვენ დავდივართ იქ ჯერ მე დავითნე იყო და მე დიაკვნად აკურთხეს და დიაკვნად რო აკურთხეს ჩააცვეს კაბა და თან გურიიდან არის რა მოკლედ ეს ბიჭი და პერიოდი გავიდა ისე რომ ვეღარ მოახერხა ახლა გურიაში ჩასვლა რაღაც არიციან ამის ამბები რა ნათესავი გარდაეცვალათ მოკლედ და იქ არის ჩასული და შედის ახლა გარეთ ხალხი რო დგას ასე შეკრებილები ჯგუფ-ჯგუფად იმად დაინახეს ო კახა ბიძია უყურებენ ას და ხედვა-ჩახედვა რო იციან მოიაგერო მივიდა ესე წაცვიეს კაბა რა შობი შენ აო რა ვიცი ესეო გადავწყვიტეო რომ სასულიერო აი აი ამბავია მოუწონეს რა კაია აი მერეო რა ხდებაო მერეო რას ქვია ანუ მერე როგორ იქნებაო კარიერულათო რაგელისო ანუ ხო რაგელისო ხო მერე ალბათ ღვთისნებითო ღვთლად მაკურთხებენო და ო ეგეც კაი ამბავია მოწოთ ახლა ბალეში კომენტა რომ იქაური კაცია მაინც თავიანთია ხო ეგო კაიო მერე რა იქნებაო ნუ მერეო ალბათ შეიძლება გამშვენებული ჯვარიო ან როგორც ხდებაო რა მიტრით აო ეპისკოპოსი როდის იქნებიო ის ზედაზე ეპისკოპოსიო აიო ეხლა მეო დაოჯახებული ვარო და ცოლი მიშლის ხელსო მაგამ ბავშვიო რა ბერი უნდა ყოფილიყავი რომ ბიძიაო აი ცოლებია გვიშლია ხელსო ვისაც ვიყურებ ყველა ეპისკოპოსები ვარ აუ რა მაგრები არიან არა მაგაზე ის ფაქსენდება გურიაში ვარ შემოდგომა ხო და აი ახალი ჩაწურულია წვენი ყურძნის და მეცას მომიწია ჩასული ვარ რაღაც ხდებოდა იქა და მოაკითხა ერთი ვეკითხები ერთ ბერიკაცთან საუბრობთ და მოაკითხაც მაგაცმა წამოვი ბიჭო გამისინჯი აიღვინო გეხვერძები წამოვი ბიჭო აფერი გამევიდა ნახეო ვიწამოვიო ბიჭო ბიჭო მე იცავ ლაბარაკები ბიჭო აი კაც ბიჭო წამოვი ნახეო და წაყვა და 1 საათს მე ისე მოვიდა ესა და ვეკითხები რა უცებ გამახსენე რა ქენი მე ვთქარი გაუსინჯე მეთქი გამოხედე ბიჭო რაფერი იყო მეთქი მე ვთქა კაი ღვინო გამოხედე ბიჭო მითხრა შეხედე არც ერთი არა აი ჩემი და მომკვეთაო ახლობელია რა შინაური კაცია და ძალიან და სულ ღვინოზე გართულება მაქვს ძალიან მიყვარს კაი ღვინო თუ ცუდი ღვინოა არც დავლე ახო არის ასეთი მეც ხო არა ნერი გართულება ქონია ხედავ ძალიან მიყვარს ჩემი ღვინოებიც განსაკუთრებით მაგრამ სხვის ღვინოს ახლა განა ვერავსავ თუ არ ვიცი ვისი ღვინო არ დავლე მაგრამ თუ ეხა ვიცი რომ კაი ღვინოა დავლე ისე დაგაკ ღვინო რა თქმა უნდა როცა არ უნდა გააჩიოს სუსავსია დაგ შენ საბარგულში სულ უდევს აბა 7-8 ლიტრი კონიაკი სულ უნდა იყოს კაც რა ის რა ხდება აბა საბარგულში ხო და მომზადებული კაცი გამირეკა რა რომ მეუნევიო თემო კახეთიდან მირეკავს რომ მეუნევიო კაი ღვინო დამალეინეო ეგეო დედა მომიკვდაო და ჩამოდიო ეგეო და კაი ღვინო მაგ ეგ აბა პატროს რა ახლა გავხსნა რომ მეუნევიო ეგე დედა მაგ ჩამოდიო და ნოგო სავსიმასი არა გასვენებაში ჩამოდიო მაგ დროს უნდა გავხსნა ანალაც მაკაცერას გითხრა იგარი აუ მე დავითნეზე გამახსენდა და ღვინო ერთად არიან აი ალექსი მოყვა და ზამი ძალიან მაგარი მომენტი ნაღდი აი სააღდგომო სუფრა რაღაც გახსნილებული ახალი და უკვე რო აი მზათრუ არის კარგი ღვინო და აი ჩაკაფული და ყველაფერი და უკვე და და მრევლმა აბაფული ავკრიფოთ იქით აქეთ რამე რო ერთიანად ყველამ ვიზეიმოთ და მეორე განყოფილება ტრაპეზი დააცხოთ მაგრად და
ერთი რაგა გემრიელი ის არის მედავითნე რა და არ შეუძლია ეს დალევა რა აი და უნდათ რომ დიაკვნად ღლათ ეკურთხებინათ მაგრამ არ შემიძლია მამა და ის უფროსი მამა ვინც არის ბიჭო 9 ლიტრს მაინც თუ ერთსა ბარძი მინდა რომ ეზია რომ არ დაგვითორე და რაღაცა ესეთი ტიპია და ძალიან კარგი გასწავლული რაღაც და წამოდი გინა თუ არა ვიქეიფო წამოდი გინა თუ არა ვიქეიფო და არ შემიძლია დალევა ვერ დავლევ რაღაცა და მე აი მარტო პასკა და წამოდიო და წაიყვანეს და ახლა ბიჭები ყველა 5 ლიტრა პლუსი ზემოთ 5 პლუსი და ზოგი თუმნიანიც რო არის რამ ღვინის ამბავში და აბა ყანწითა წავიდა და ამ მედავითნესას და დადო თავი ეგრევე ერთი დალია თუ არა და იყოსო ცოდვა დაანებე თავია და გვერდზე კრესლოში დააწვინეს და ეს თავი აქ მიდებული და ძინავს და აქ მიდის გრიალი და აი ძველებური სახლი იყო რა დიდი ეს შემოსას შუშაბანდიანი და წინიკ ფანჯრები ქონდა ესე რომ უკანა მხრიდან შეგეძლო მოგევლო გასულიყავი სიტყვაზე და ვისაც არ შეეძლო დალევა ან საჭიროების მოთხოვნილება ქონდა გარბოდა უკრიდან რომ თამადისთვის ხელი არ შეეშალა და ერთ-ერთი სტრატეგიული პიროვნება იჯდა იქ ვინც უნდა სტრატეგიული კი და არ უნდა გახვიდეო თამადე უჩემოდ არ გავხვალ აქედან იქით აქედან თამადა მეტყობა ყურადღება მოადუნა და ერთი კაცი გაიქცა მეორე გაიქცა ესეც ისიც წავიდა და გარბიან და ამან მოკრა თვალი რა რომ გაიქცა და ამ შუშებში რომ გაირბინა და რომელი ხარო გაზახა და ეს მაგარი მთვრალი ხო წევს აი გონებაში მთელი ლოცვა და რომელი ხარო და ამან თავი წამოყო მე და ცათაშინაო რა და რომელი გარლაბა შეგონა ის ტაძარშია და წამოყო თავი და ცათაშინაო გურიაში ერთი ძალიან მაგარი კაცი იყო და ძალიან ერთი ღერითმა არ ქონდა თავზე რა. ხო და შევიდა ბაზარში. მაგრა უყვარდა ეს ისა. ბაზრის თემა რა. წვანითა მივიდა და აიღებს რაკის ხარ შეიძლება ირაკის და ჭამს ამ წვანას. მე მწვანე რაკის ენტრონი რა. 2 მანათი უთხრა და. გამბავი 2 საცხაშენ უსღარი ხან ბალახი არ ამოვა. ის იდის ალაგებს ამ მე დაგავს ნენა თავზე. კარგები ხართ ბიჭებო ძალიან დიდი მადლობა მადლობა უღრმესი მადლობა თქვენი გასტროლებიდან გამომდინარე ჩემო ვაინჩკა ჩვენ კიდე უფრო დიდი მეგობრობა გვაქვს და ბევრი ნაცვალეთ კიდე ერთხელ დიდი მადლობა იქ რომ მოგიხერხდება და მოხვალთ ჩვენთან და რა ვიცი მონატრებული ოჯახის წევრები ყავთ ბოლო და მადლობა მოგწა რაღაცის თქმა გინდოდა კიდე ერთხელ გილოცავ თეატრს ძალიან დიდი აიხარ მაგრამ ნახე ეს სპექტაკლი და ერთი გემრიელის საღამო გელოდებათ თუ ნახავთ ამას 9-ში და 10-შია ხო ჩვენ 10-ში გვაქვს 8 საათზე ხო 8 საათზე 10-ში გვაქვს ბილეთები შეძენილი შესანიშნავი და ძალიან ისეთი საინტერესო სპექტაკლია და დარწმუნებული ვარ ძალიან კარგ საღამოს გაატარებთ ვინც ნახავთ ესე იგი ერისერის წევრები რომ ჩვენი სპექტაკლისთვის იციან უკვე ბედნიერებაა და ნამდვილად უნდა მობრძანდეთ აუცილებლად მართლა ძალიან ვისიამო გასტროლსა და გასტროლის მოეწავ ბატონო 9 და 10 მაისი ბილეთები იცით სადაც უნდა შეიძინოთ და რა თქმა უნდა სიმღერის გარეშე ვერ გაგიშვებთ ვიცი რომ მამაკაცები ხართ დღეს მობრძანებულები და რაღაცაც არის მე მგონი იქ რაღაცა და მოკლედ ჩვენ ტელემაყურებელს თან ერთად კიდევ ერთხელ მადლობას გეტყვით და დაუთმოთ ჩვენი პატარა ბატონო და ჩვენს დავტკბეთ ამ სანახაობით და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა აიხარ